არაფერი ახალი არ გაკეთდება მანამ სანამ არ იქნება ამაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის თანხმობა. თუ კი კანონით ეს უფლება მაქვს მიგიჩებულიმე, განცხოლებდეს სახელმწიფო მარცხანა. რომ სკონდეს მე ეს უფლება მოსილება ჩემს თავზე აღებული და კანონით მოიჭებული უფლება მქონდეს საკრებულოს გადაწყვეტილების გარეშე და ქალაქის გადაწყვეტილების გარეშე. მე ამ ნებას არ გამოვაყენე და არ მივიდე. ეს იქნება საკრებულოს გადაწყვეტილება. დაიბუდა ბათუმის მართვა. ერთი გადაწყვეტილება ახალ კონცეფციასთან, ახალ ხედვასთან, ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამას გეუბნებით საჯაროდ. არ იქნება მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის თანხმობის გარეშე. დიდი მადლობა. მაშინაც დაეჭვას ვიგროვ, რომ ბათუმის ბულვარი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის განკარგულებაში და ჩვენდა ბათუმის ბულვარს. მაგრამ აკაკი სურათ დასვა ბათუმამდე ასეც არის. ვარას უფლების გადაეცა ბულვარი ეკონომიკის სამინისტროს და მაშინ ორი კაცები ყავდა და თემოტიკოსი რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ამ გადაწყვეტილებას მაგასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს არ გადასცემოდა. და შეიძლება ეკონომიკური ტექნოლოგიური და როდისაში და ეკონომიკური ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბულვარის ტერიტორიაზე და დიდი მიტინგები იმართებოდა მაგასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ მე დღეს ვერ ვხედავ იმ ხალხს მაშინ რომ დავდივდით ჩვენ და მაგას ვაპროტესტებდით, დღეს რომ ყველა მაგარი პატრიოტია, ის ხალხი არ დამინახავს. თავრობაში უმაღლეს საწყის თავმჯდომარეა ერთი. კომიტეტის თავმჯდომარეა, ფრაქციის თავმჯდომარეა და როგორ გამოვა, როგორ გაბედავს გამოსვლას. ის არის ხო დანაშაულო, ისაც ბულვარის ტერიტორიაზეა. და იმ ადგილზე ზუსტად ბატონო ირაკლი, ხები აღარ გაიჩეხა გვერდით? გვერდით არ გაიჩეხა ხები? თქვენ ქალაქის მაჟორიტარი თქვენ არ ვერ გადროოთ ბერა ვერ გადროოთ იმიტომ რომ დემაგოგ ბანკში კი დემაგოგ პირსი რომელიც ტექნიკური განცემული როგორ აჩენდა რატო არ ანგრევთ 3 წელი გავიდა ხელისუფლებაში რატომ არ ანგრევთ ის მაღაზიები რომლებიც უკანონო მშენებლობას რატო არ ანგრევთ ბატონო ირაკლი დღეს ბათუმის სტრიაში აი ფიქრობთ ისა და შესაძლებლობა უკანონო მშენებლობა ხო ბატონო ირაკლი უკანონო მშენებლობა ხო არ გეკითხები სასამართლო დავები მიმდინარეობს მაგასთან დაკავშირებით მერიის მხრიდან ყველა სამართლებრივი პროცედურა მე მინდა ითხრა ახლა გულახდიდან მერიის მოვალეობის შესრულება პრომოვედი ისიდან დავიწყე ყოფილი ზედამხედველობის სამსახურის პირობებში ყველა სამართლებრივი პროცედურა გავიარე ახსოვების ზედამხედველობასაც გადავეცი ამის შემდეგ ერთი და მეორე კომპანია ვინც არიან იქ სამართლებრივი დავის მონაწილე ჩაებდნენ სამართლებრივ დავაში რაც შეეხება არსებულ შენობას ის არის აშენებული უკანონოდ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება სასამართლო გადაწყვეტილება იქნება საბოლოო ინსტანციის აღსოვნება მოხდება თუ კი სასამართლო გადაწყვეტს რომ ესა თუ შენობა შესაბამისი ნებართვის გადაში იქნა აშენებული და სხვადასხვა პროექტი არ მინდა ამაზე საუბარი მაგრამ ვიქნ მაინც წინა თავრობის დროს სულ მაინც იყო არქიტექტურის სამსახურის დროს სპეციალურად თავრობის სამსახურში მაშინაც იქნა პროექტი შემოდანი მაშინაც წინა ხელისუფლების დროს და წინა ხელისუფლების არსებობა არქიტექტურის სამსახურმა პროექტის განხორციელებაზე უთხრა უარი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საფრთხე დეპარტამენტის ნებართვას მოიტანა კი ბატონო გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ზემოქმედების ნებართვას მოიტანა კი ბატონო არც ერთი არ იქნა განხორციელებული ისე დაიწყო შენებლობა ამას რომ მოუყვეთ დღემდე პრობლემა აქვს ქალაქ ბათუმის მერიას და ვთქვით რომ ეს პრობლემები სხვადასხვა სამსახურებთან მიმართებაში როდესაც მერიას მილიონობით ტანკის საკუთრება აუშეთა და ის საკუთრება დღეს არ არსებობს იგივე ბურუტაპიაზე დავიწყოთ ერთი ადამიანის თუ ორი ადამიანის თუ სამი ადამიანის ოდიში აღარ მოხმის ხუშტული
ბევრი თავობის შემადგენლობაში შემუშავებული. არასდროს დანაშაული არ ჩამიგდებია. დანაშაული რომ ჩამიგდება, აქ არ მიგდებოდა. ვისაც არ ვეღარებოდი ვამბობ, პოზიცია არის პრინციპული ასეთი. სადაც არის მოსაჭირო მიგდიოდი. განცხადებებს არ ვაკეთებია, პოლიტიკურ განცხადებებს დაიწყო. მაგრამ დანაშაულს არ ჩამიგდებოდა. თანამდებობა არ გიწყობდა ხელს ბატონო გიორგი რომ განცხადებები გაეკეთებია პოლიტიკურ. არც ვაკეთებდი პოლიტიკურ განცხადებებს გაკეთება. თანამდებობა არ გიწყობდა. იმ თანამდებობაზე ძალიან მეუჯერ პრინციპულ გადაწყვეტილებას რომლებიც ყოველთვის ვიწოდო. კაი, ბატონებიანი, ვერ ვიქნები რატო გამიშელეთ ჩემს. თქვენ მართლა წარმოგიდგენიათ რომ მე რამე დანაშაული მაქვს ჩანდელი და თქვენ თავობაში მე აქ ლამაზად ვძივარ? არა, მაგით უყურებდი ოპოზიციიდან ხუშტურს ბატონებიანი. ხუშტურზე თქვენ არ უნდა ელაპარაკოთ. ივანიშვილის შვილის დაბადების დღეზე პრემიერი მოხსენეთ. საჩუქარი გაუკვეთეთ კაცს. ხუშტურზე ვერ ელაპარაკებით. სიცხულია ბოლო დააკალი პრემიერი ბერას დაბადების. რაჩეკა ბატონები პირს. ახალ კონცეფციაში პირსი არის, რომელიც აჭარის თავად უნდა არის. ოღონდ არ არის სახელმწიფოები, რომელიც თქვენ ჩართით ბატონო. არა, ეს არის პირსი, ეს არის უკეთ ეს არის უკამო დაშენებული. სექტორი მრავალწლიანი, ანუ 5 წლამდე